მშვიდობის ეთერში ქრონიკა 9 საათზე ახალ ამბებს გაგაცნობთ. ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის იმავე ზარალას დაკავებასთან დაკავშირებით ჩინაგან საქმეთა სამინისტრო მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით სამართალდამცველებმა გუშინ 6 ივლისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამგზავრების ტერმინალში გიორგი რამიშვილის ხელბარგის სკანერით შემოწმებისას ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და ვაზნები ამოიღეს. დადგინდა, რომ იარაღი რეგისტრირებულია რამიშვილის სახელზე, თუმცა მას ტარების უფლება არ ჰქონდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 226 მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს. გიორგი რამიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს Silk Road ჯგუფი და დაინტერესებულ მხარეებს მოუწოდებს თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან. გიორგი რამიშვილი ამ წლის 6 ივლისს დაკავებული იქნა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სასაზღვრო კონტროლზე, ვინაიდან ხელბარგში აღმოჩენილი იქნა კანონიერად შეძენილი შენახვის უფლებით მასზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი. დაინტერესებულ მხარეებს მოუწოდებთ თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, ვინაიდან ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი პროცედურები. სხვა თემები. ლელო ძლიერი საქართველოს გადაწყვეტილება თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განხილვის საგანია პოლიტიკურ სპექტრში. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების თქმით, არჩევნებში მონაწილეობაც და ოპოზიციური დაპირისპირებაც უცხოელი ბიზნეს პარტნიორების მიერ დაწერილი სცენარის ნაწილია. არჩევნებში მონაწილეობის მიღების გადაწყვეტილებას თავის Facebook გვერდზე დაკავებული ბადრი ჯაფარიძეც ეხმიანება, რომელიც ლელოს მაკრიტიკებელ ოპოზიციას ერთმანეთის პოზიციების პატივისცემისკენ მოუწოდებს. აბსოლუტურად სწორი და დროული იყო, რომ ახალგაზრდების სტატუს აღებას კოალიცია ლელო ძლიერმა საქართველომ უპასუხა მტკიცე რწმენით და გაბედული ნაბიჯით მუნიციპალურ არჩევნებთან დაკავშირებით. ჩვენ მზად ვართ შევიდეთ უთანასწორო ბრძოლაში მათი უფლებების დასაცავად. კონკრეტული პარტიები იღებენ მონაწილეობას, კონკრეტულები არ იღებენ, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში უკვე წლებია ერთი მხარეც და მეორე მხარეც დღეს ვინც ერთმანეთს ესე მწვავედ უპირისპირდებიან, მთავარ ამოცანათს წარმოადგენდა სახელმწიფოში დესტაბილიზაციას და რევოლუციური სცენარის განვითარებას. რა მიმართულებით განავითარებს ამ მიზნისკენ გზას კონკრეტული პოლიტიკური პარტია, ჩვენ არ ვიცით. ფაქტობრივად ხუხულასავით ჩამოეშალა ხაზარაძეს თავისი პარტიას. ეს არის მარტივი მიზეზით განპირობებული, მათ არ აქვთ საერთო არაფერი, არ აქვთ საერთო ხედვა, არ აქვთ საერთო იდეალები. ხედავთ მათ შორის რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, სხვა დანაყოფების მხრიდან თუ როგორი ტიპის ბულინგი მიმდინარეობს იმ ადამიანების მისამართით, რომლებიც ცდილობენ და ამბობენ, რომ აპირებენ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. ეს საერთო ჯამში არაფერს არ ცვლის. ისინი ერთ თამაშს თამაშობენ, რომელიც არის განპირობებული მათი საერთაშორისო პატრონების მითითებიდან გამომდინარე. ქრონიკა 9-ზე ამით დასრულდა. ახალ ამბებს დავუბრუნდებით 10 საათზე. დღის ყველა სიახლეს გაეცნობით ჩვენს ვებგვერდზე imedi.news.gr. ეთერს განაგზობს იმედის დილა.